წარმატებული ტელეფონის განვითარებული ვერსია, არაფერი რევოლუციური. ასეთი შეფასება მიეცა iPad-ს, რომლის პრეზენტაციაც მსოფლიოს მასშტაბით 27 იანვარს მოხდა. შტატებში ის დღის საათებში, საქართველოში კი შესაბამისად საღამოს 10 საათზე დაიწყო. კომპანია Apple-ის გულშემატკივრები ამ მოვლენას Cafe Discovery-ში შეხვდნენ. ძალიან კარგად აქვს მათ დასდილი 27 იანვარი, რადგანაც 27 იანვარს 2007 წელს 3 წლის წინ ზუსტად წარადგინეს მსოფლიოს წარუდგინეს თვითონ iPhone. ექსკლუზიურად Apple-ის გენერალური წარმომადგენლები მოახდენენ ახალი პროდუქტის პრეზენტაციას, რომელიც ყველასთვის არის ჯერჯერობით უცნობი და ესეთი ფარული. საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც Apple-ის პროდუქტს, იქნება ეს iMac-ები თუ iPod-ები, პოპულარიზაციას უწევენ, იმიტომ რომ კომპანიამ შეძლო ის პროდუქტი შეექმნა, რომელიც lifestyle-ია, ანუ ცხოვრების ერთგვარი სტილი და წესი. მსოფლიოში Macintosh-ი, Apple იმდენად გავრცელებული და იმდენად საყვარელი პროდუქტი არის მომხმარებლებისათვის, მისი ფანებისათვის, რომ საერთოდ აბსოლუტურად უსასყიდლოდ ყოველგვარი დაინტერესების გარეშე ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადმოვიყვანოთ ამ პლატფორმაზე, აუხსნათ თუ რამდენად ის უკეთესია. რაც შეეხება პროდუქტს, ანუ iPad-ს, ეს არის iPhone-ის ლოგიკური გაგრძელება. 25 სანტიმეტრის სიგრძის მულტისენსორული ეკრანი, Apple-ის პროცესორი A4, ინტეგრირებული პლატფორმით, 10 საათიანი მუშაობის რეჟიმი. საბოლოოდ, ეს არის შუალედური აპარატი ლეპტოპსა და iPhone-ს შორის. ინტერნეტში მისი გაკრიტიკებაც უკვე მოხდა. iPad-ს არ აქვს USB პორტი, ანუ ფლეშკით ვერ ისარგებლებთ. iPad-ში ვერ მოათავსებთ Office-ის სტანდარტულ პროგრამებს. გვერდებზე ვერ მიადევნებთ თვალს ფლეშ ანიმაციებს. სამაგიეროდ YouTube-ზე შეძლებთ ვიდეოების ნახვას. თუმცა ამ ყოველფრის მიუხედავად, ახალი პროდუქტი, რომელიც შეძლებს შეგიცვალოთ ლეპტოპიც და iPhone-იც, მაინც ნოვაციად ითვლება. მისი ოფიციალური ფასი $499-ია, ხოლო რაც შეეხება ნაკლოვანებებს, იდეალური ხომ ამ ქვეყნად არაფერია.